მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვინც ჩაეწერა საჯარო წმენდებზე მაისში, მას ამ მაღაზია არის გაშლა არჩევითი პრინციპით, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ადამიანთან დამიფიქსირდა სასაფლაოს მაგია, რომ იცოდეთ და თუნდაც ეჭვი გაქვთ მეაქციათ ყურადღება. ინდივიდუალური წმენდები, რა თქმა უნდა, არ არის დასრულებული, ახლა ძალიან ადრე მოგინდომებიათ. ნახოთ, ავირჩიოთ პირველი ვარიანტი. ორი კანია მოყვება და მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე ავარჩიოთ, მოდი დავიხმაროთ, სანთლები დავიხმაროთ, კარგი. ყავისფერი, შოკოლადისფერი სანთელი, ყვითელი სანთელი და მწვანე სანთელი. დახუჭეთ თვალები, შეგიძლიათ ციფრებით და ასე შემდეგ, თუ ვერ მოასწართ მომზადება, დააპაუზოთ და ავირჩიოთ ინტუიციურად, რომელიც დაგვიძახებს. და ვნახოთ, ვინც არჩია პირველი ვარიანტი, თქვენთან რა მდგომარეობაშია წმენდა. სახტა დავრჩი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ პირველ ვარიანტთან ძალიან კარგად წავა მდგომარეობა, სამსახურის თუ რამე პრობლემა გქონდათ ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, და ეს რა არის? წმენდა მაგ ნაყოფიერებაში გადადიხართ, უბრალოდ თქვენ რაღაცები გაქვთ ცოტა აკვიატებული, ან შეიძლება რამეზე დამოკიდებულება არ ნიშნავს კაცო ნარკოტიკს, დამოკიდებულება სიგარეტი, ყავა, დაუშვათ ხო, რო არ შეგიძლიან რაღაცა აკვიატებული ფიქრი, წამალი, შეიძლება რამეს რა ვიცი, ნევის წამალს სვამს ვიღაცა, ხო? ესენიც რაღაცების დამოკიდებულება, რასაც უნდა შეეშვათ, ან შეეცადოთ მიაქციოთ ყურადღება, ცოტა იწვევს თქვენს რყევას ეს ვისთანაც დაფიქსირდა, ვისთანაც ეს პრობლემა არ არის. მე ვგეტყოდით, რომ თქვენი დაუშვათ მხიარული ან რაღაც სტაბილურ კარგი მდგომარეობაში როცა ხართ, აი მაშინ ღებულობთ ნეგატივს და შეგიძლიათ ეს ცოტა დაცვა ან რამე გააძლიეროთ აქ პირველ ვარიანტიდან. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ყვითელი სანთელი, თქვენ შემთხვევაში რა ხდება, როგორ ჩაიარა წმენდა, ვფიქრობ აქაც სამუშაო. მეორე ვარიანტიდან ისევ გრძელდება, რატომღაც არ არის გამორიცხული, თუმცა აქ ანუ ეს ერთჯერადი გასუფთავება მეორე ვარიანტს არ იყო, რომ იცოდეთ. არ იყო, ხო? არ არის საკმარისი და აქ ეს აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ, თუ კი ძალიან კარგი ცვლილებები არ გექნებათ, იცოდეთ, რომ უბრალოდ არ გეყოთ და ძალიან ესე ვთქვათ მინიმალურია თქვენთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ სხვათა შორის ახალი პიროვნების გაცნობა გექნებათ ძალიან მალე. მე ვფიქრობ, რომ ისე ეს ცოტა რაღაცა ჩაკეტილი გზებიდან მე უფრო პირადი გაიხსნა მეორე ვარიანტში. კი. არა, და მერე წამოვა, აჰა, ნახეთ როგორ არის. მერე, რა უშნო დასტა. მერე წამოვა, კი, თქვენთან რაღაც ცოტა ხანი იქნება, არ შეგეშინდეთ რაღაც დაბრკოლებები თუ ჩაკეტილობა და აი პიროვნებას რო გაიცნობთ, მერე წამოვა თქვენთან ბარაკა. ახალგაზრდა მაწვილი ფიქსირდება. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, მე მეტყვენ ერთი და იგივე ტაროს ხო. აჰა, ეცეკვი ახლა ამას და ეთავე გაფუჭდა ამასობაში. მესამე ვარიანტი და როგორ ჩაიარა ეს, რა ქვია, წმენდა. მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტიდან დამფიქსირდა საგვარეულო ხაზის და რაღაცების პრობლემები, მძიმე ენერგიები. მაგრამ აქ გეტყოდით, ასე ყველაზე კაი ვარიანტი პირველში, ხო? ასე, მეტ ნაკლებად ვერ იტყვი ყველაზე კაის პრინციპში, მესამე ვარიანტი.
აქ ერთ რაღაცას გეტყოდით, წმენდამ კი ჩაიარან საშუალოდ. მაგრამ თქვენ ეთყობათ აქ ვალდებულებები მესამე ვარიანტი ვისთანაც რეზონინდა ეხლა თუ მაშინ შეიძლება ვერაერთშიეთ სწორად, ხო? შეიძლება ყოფილის დაბრუნება და ესეთ რაღაცები იყოს აქ ეთყობა ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ემოციურად გადატვირთული ხართ მესამე ვარიანტი ოჯახური პრობლემა ეს ყველაფერი იმას ახლა ეს დასალაგებელი არის ყოველ შემთხვევაში მაინტერესებს მოდი კონკრეტულად შედეგი გამოიყვან წმენდამ განთავისუფლება ტკივილიდან და ელოდეთ აუცილებლად გექნებათ წინსვლა თუმცა ეს გამოვლინებები რაღაცები იქნება შეიძლება ვიღაცამ სესხად არ არის გამორიცხული სესხადაც ითხოვოს თანხა თუ სესხი არა გაგვდარ და ეს ვალდებულებები ეს ყოფილი და ეს რაღაცები ეთყობა მიდან მანამდელი პროცესიდან მოდის და არ არის გამორიცხული ახლა ცოტა ხანში გააქტიურდეს ხო მაგრამ განკურნება და ღვთისწყალობა საბოლოო ჯამში ნელა იგრძნობს შედეგს მე ასე გეტყოდი მესამე ვარიანტში ეხლა რა ხდება ეს თავის ტკივილები წამოვიდა ვიღაცასთან სუნთქვის პრობლემები არის ვიღაცასთან და სუნთქვის პრობლემები რაღაცა შეიძლება გულისრევები მაქვს ცოტა მე პირადად ესეც იყოს იმიტომ რომ ეს უკვე აღარ დავკონკრეტდები საიდან მოდის მაგრამ მაინც გეტყვით რომ ნაკლაპი რაღაცეები აქვს შეჭმული და რამდენიმე ადამიანთან დამფიქსირდა ესა როგორც გითხარით მძიმე ენერგიები სასაფლაოს მაგია ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ну ეს იყო ხო ის სურპრიზი ის არის აქ რომ პატარა ცოტა ელემენტარული დაცვები დაგედოთ რა თქმა უნდა სამაჯურების დამზადებას კი ვიწყებ აწი ჩემოკარგება აუ რამხელა ეს წამოვიდა აქ რომელ ვარიანტში ვთქვი მე რომ კიდევ გჭირდებათ თქო არ გეყოთ მეორე ვარიანტს არ ეყო